დღეს სირბილის პოდკასტის მერვე ეპიზოდია და თქვენთვის ნაცნობის სტუმარი ყავს. ზოგადად საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც 3 საათსა და ნაკლებში აქვს ნარბენი მარათონი და სწორედ ის ერთ-ერთი არის, მაგრამ დღეს სხვა სტატუსით მინდა წარგიდგინოთ Wings for Life Georgia's წლევანდელი გამარჯვებული ნიკოლოზ დვალიშვილი. ძალიან მაგარი წარდგენა იყო. მოგესალმებით ყველას. ეს სტატუსების წარდგენა როცა არის უკვე რაღაცა, მომწონს რა. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ უკვე მეორედ ხარ ჩემი სტუმარი. ვისაც არ გაქვთ ნანახი, მე მგონი მეორე ეპიზოდი იყო. ჯანკი რანერები იყავით მაშინ და მაშინ მოვიწვია ნიკოლოზ დვალიშვილი, ანა ტკაჩუკი და ლუკრეციოს სიჭინავა. მაგრამ დღეს ესე ამ სტატუსით დაგვიბრუნდი და ეხა ჯანკი აღარ ვარ და მაგიტომ აქვს ეს სტატუსი. მაგაზეც მე ვისაუბრებთ დღეს. კიდევ მოკლედ დიდი მადლობა და პირველ რიგში გილოცავ ესე ხალხში გამარჯვებას. მინდა უთხრა ხალხს, რამდენი კილომეტრი ირბინე? ხო, მოდი მაგით დავიწყოთ ჯერ. ოკეი. და სად? მადლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი. ვირბინე 46 კილომეტრი, ოფიციალურად 45 და რაღაცა. მაგრამ მე მგონია უფრო მეტი ვირბინე. წრეები არ დამეთვლია სამწუხაროდ, წრეები რო დამეთვალა ზუსტად ვიტყოდი. დინამოზე ირბინე. დინამოს სტადიონზე წრეებზე ვირბინე, რაც არც ისე ამის წინ რო დავფიქრდი მე თვითონ რა. მეთქი ნეტა რამდენი წრე გამოდის თქო და რო დაფიქრდე 400 მეტრიანი არის წრე, 40 კილომეტრს უწევს 100 წრე. გამოდის რომ 100 წრეზე ბევრად მეტი ვირბინე რა. ხო და ცოტა არ არის ნორმალური. ანუ ნორმალურ ადამიანს, ჩვეულებრივ ადამიანს არ ვესაუბრები, ეხლა მე ეგ უკვე გააზრებული მაგამითო. რამდენ ხანში ირბინე? რამდენ ხანში 3 საათში და 11 წუთში, მე მგონი თუ რაღაცა ეგრე, ხო? 45 თუ რამდენიც იყო ეგრე გამოვიდა. აუ მე ძალიან მაინტერესებს. მოიგე რამე? მოვიგე რამე, რაც მომცეს პრიზი, უბრალოდ დამირეკეს და მითხრეს რომ მიდი დაიღეო სათვალე იზიპიზის, მადლობა იზიპიზის ამ სათვალესთვის. და კიდე თვითონ ვლადი დამიკავშირდა, ვლადს ვიცნობ, სტადიუმ სერიის ორგანიზატორი ვინც არის და მითხრა რომ მის ეხანდელ cross country-ში მქონდა მონაწილეობის უფლება და უბრალოდ ვერ გავედი, იმიტომ რომ ეხა რაღაცა ოდნავ მუხლიც არ მაქვს ბოლომდე მწყობში და თუ დასვენებას გჭირდება მე მგონი, რა ვიცი. კარგი ეს, მინდა რომ ისიც უთხრა ჩვენ მაყურებელს რომ რამდენიმე კვირის წინ ირბინე კრაკოვში მარათონი 3 საათ ნაკლებში. ვაი მიროტო. 3 საათზე ნაკლებში. 3 საათზე ნაკლებში. იატა. ვერც გამოგაცხადე წესი რა. ძალიან მაინტერესებს, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე. ხო. მე მგონი შენი რეკორდი იყო ეს. პირადი რეკორდი და მოკლედ მინდა რომ ყველაფერი მოგვიყვე კრაკოვის მარათონის შესახებ. საერთოდ როგორ გადაწყვიტე, როდის გადაწყვიტე, რამდენი ხნით ადრე მოემზადე და თვითონ უშუალოდ რა მოხდა მარათონზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს რა. ოკეი. მარათონის სირბილი ზოგადად საქართველოში აი მარათონის სირბილს ეძახიან ყველაფერს. ზოგადად მარათონს ყველაფერს ეძახიან. ფიტნეს მარათონი, ჩემი კურსი იყიდე და გაიარე მარათონი. ანუ გახდი ზაფხულისთვის მოემზადე. დაიკელი და გაიარე ანუ უბრალოდ ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მარათონი ნიშნავს მარტო ერთ რამეს, 42 კილომეტრს და 195 სანტიმეტრს. არც 5 კილომეტრი, არც 10 კილომეტრი, არც 21 მარათონი არ არის. ანუ თბილისი მარათონი არ არის. ყაზბეგი მარათონი არ არის. გარბენებია. კი ბატონო, ეგენი არის, ხო, ნახევარ მარათონი ან სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა, ანუ ყველგან ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კეთდება half მარათონი, ქვია half მარათონი. მაგალითად, ფოთის ნახევარ მარათონი. ხედავთ? ნახევარ მარათონი არის და მაგიტო. ხო და მარათონი სირბილი მე მგონი ყველა მორბენლისთვის არის ერთ-ერთი რაღაცა milestone-ი, ანუ რაღაცა ისეთი მიზანი, რომელიც ყველას აქვს, რომ აი სრული მარათონი გაირბინოს. ჩემს იყო პირველი მარათონი კრაკოვის, როცა ოფიციალურად წავედი ესე ორგანიზებულ გარბენზე და იქ ვირბინე და მიზანი მქონდა ბევრად უფრო მეტი რეალურად ეხა 3 საათზე ნაკლები იყო, აი
გეგმა B, C და რაღაცა ეგეთი, მაგრამ თავიდანვე ისე დავიწყე, რომ ეგ იყო ჩემი მიზანი, რომ რაღაცა 2.50-ში მაინც მერბინა და მივყვებოდი კიდევაც ნახევარი გარბენი 2.50-ის ფეისერებს და ანუ ხალხ ვისაც უჭირდა მე ვამხნევებდი კიდე პირიქით, რომ მიდივეთ კი წავა. ვიდეოსაც იწერდა ანუ ხალხო. ძალიან მარტივად პირველი ნახევარი კარგად ვირბინე, მაგრამ რეალურად ეგ არის ზუსტად რომ აი პირველი მარათონი რო არის, მაგიტომ მაინც გამოცდილება რაც არ უნდა წინასწარ თეორიულად მიღებული კონდეს ცოდნა და ასე შემდეგ, მაინც გაკლია და ძალიან ბევრი ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც სხვამ რომ მითხრას რომ დავუშვი, ალბათ დავცინებ მე. ანუ ყველაფერი არასწორად გავაკეთე, რაც კი შეიძლება და გაეკეთებინა ადამიანს. ძალიან ბევრი ვიარე იქამდე არ დავისვენე, ნორმალურად არ ვჭამე, მე რაღაცა უცხოგელი მივიღე. აი, გარი ყველაზე. კი. ცუდი რამ რაც გააკეთე ჩემი აზრით. კი, ანუ მაგ ასევე, ხო, ეგ ყველა ცუდი იყო, იმიტომ რომ როგორც კი მივიღე, ეგრევე მივხვდი, რომ მუცელში რაღაც ცუდი ამბები ხდებოდა და ცოტა ხანი მომიწია, რომ შევნელებულიყავი საკმაოდ, რომ ბოდი, შენელებას რამდენ ფეის ეძახი? ჩემთვის ანუ იცი რა არის ვერ ხვდები მაგრამ ამის წინ ვცდილობდი ვიდეოს გადაღებას ვიღებდი რა უბრალოდ ვიდეოს და მინდოდა რომ მეჩვენებინა რომ ანუ სირბილი მარტო სწრაფად სირბილს არ ნიშნავს თქო რა ანუ ყველას შეუძლია ირბინოს თქო და ვცდილობდი ვიდეოს ჩაწერო სადაც ძალიან ნელა დარბოდი და მე რო ვნახე ანუ ვიდეოებში ჩამიწერია ისეთ სირბილს სადაც ნელა არ დარბივარ იმიტომ რომ როცა სწრაფად დარბიხარ რაღაც მონაკვეთი მე ვეღარ ხვდები ნელა სირბილი რა არის და იმ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის იყო ძალიან ნელა სირბილი შეიძლება არ იყო ეხა 4 და რაღაცით მივიბოდი მაგრამ ანუ 5-ზე მე მგონი მარტო ბოლოს ჩავედი, სხვათა შორის ბოლოს გავჩერდი კიდევაც რამდენჯერმე, იმიტომ რომ უკვე ისე ვიყავი დაღლილი, რომ მეგონა რომ გავითიშებოდი სადაც. თან კეპიც დაგჭა მე როგორც მახსოვს და ძალიან ცხელოდა და შეიძლება მზის დარღვაც მე ძალიან უცნაური რაღაცა ალბათ, იმიტომ რომ პოლონეთში რომ მიდიოდი, ველოდი რომ იქნებოდა სიცივე, ბევრად და მეთქი აქ ეხა არ ვარ მიჩეული ისე სიცივეებს და ისე სიცივეში უნდა დავბრუნდი და თან სიცივეში სირბილი მიყვარს, იმიტომ რომ მაგროს ბევრად უფრო კარგად იხსნება ფილტვები, მე ეგრე მგონია რავი რაღაცა შეიძლება პლაცებო არის. ხო და აღმოჩნდა რეალურად 20 გრადუსზე ბევრად მეტი, რაც ანუ მაშინ აქ არ იყო ესეთი სიცხეები რა, ანუ აპრილი იყო, მაგრამ მაინც ძალიან სიცივეები იყო. ხო და იქ დამხვდა ძალიან სიცხე და თან მზე და რაღაცა მაგანაც ცუდად იმოქმედა აშკარად, რომ გადავხურდი ბოლოს რომ მორჩი წყალს ვისხავდი თავზე და მაგან გამაფხიზლა ცოტა. ამ ფსიქოლოგიურადაც რო არ ელოდები, ეგეც სიცხეს ეგეც არის და იცი რა მაინტერესებს? რამდენი ხნით ადრე დაიწყე მომზადება ამისთვის? ხო, ანუ უშუალოდ მარათონისთვის მომზადება დავიწყე საკმაოდ გვიან. იმიტომ რომ რეალურად მარათონის მომზადებას სერიოზულად კარგად 6 თვით ადრეც იწყებენ, ზოგი ბევრად უფრო ადრე იწყებს. ეგეთი შედეგი როცა უნდათ რომ დადონ. ხო, ანუ როცა ძალიან ჩელენჯი დრო უნდათ და რაღაცა ძალიან გამომწვევი დრო უნდათ რომ მიაღწიონ და ძალიან დიდ რაღაცას, მაშინ იწყებენ მინიმუმ ეგრე და მე დავიწყე დაახლოებით თვენახევრით ადრე, იმიტომ რომ ხო, იქამდე, ანუ ისედაც მენტალურად ეგრე ვარ ზოგადად, რომ სუმზად ვარ თქო და რაღაცა დავრბოდი იქამდე ჩვეულებრივად. ანუ ეხა ჩვეულებრივად რომ ვარჯიშობ, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა შემდეგი გარბენისთვის ვემზადები. იმიტომ რომ ეხა მაგალითად ზაფხულის პერიოდში არაფერს არ მემზადები რა, არ მაქვს დანიშნული რაღაცა შემოდგომაზე კონკრეტული შეჯიბრი, სადაც გავდივარ ჯერჯერობით. ხო და როცა ვიყიდე კრაკოვის ბილეთები, კრაკოვის ბილეთებიც იმიტომ ვიყიდე, რომ სხვა არაფერი აღარ იყო დარჩენილი. აბსოლუტურად არაფერი აღარ იყო. ისე გვიან გადაწყვეტე, რომ მარტო ეგ ვიყიდე, რომ ეგეც ბოლოკალათა იყო და ანუ ეგეც სლივს ვიყიდე თორე. ანუ არაფერი არ იყო, უფრო დიდი მარათონი დარჩენილი და ეგეც მაგიტო ვიყიდე და ეგრე გვიან წესით არ უნდა ყიდულობდე თურმე მარათონის ბილეთებს, ეგრე გამოდის ძალიან პოპულარული ყოფილა, მოკლედ ეს კლასიკური მარათონები რაც არის სამწუხაროდ ჩვენთან არ არის, თორე დიდი სიამოვნებით ყოველ წელს კი არა, ყოველ სეზონზე ვირბენდი არ არის, არ იქნებოდა. მე მგონი ბევრი ირბენდა, უფრო მეტი ირბენდა, ვიდრე ეხა დარბის ზოგადად რა. მაინტერესებს რამე სტრატეგია თუ გაქვს გარბენის წინ, იმიტომ რომ შენ ვიცი რომ ისე ვარჯიშობ, რომ რავი, ეხა მე რო შემოგხედო, როგორც ვარჯიშობ, გონია რომ ყოველთვის მზად ხარ რა, ანუ ეხა უცებ რომ ვითხრა რომ ხვალ რაღაც მარათონი არის და რაღაცა შენ უკვე მზად ხარ, ეს მგონია და ანუ იმდენად ვარჯიშობ რა, დისციპლინურად ასე ვთქვათ, რავი, როგორ დავარქვათ და რამე სტრატეგია გაქვს, აი უშუალოდ რეისის წინ?
რაღაც ხო, ანუ მაგას გულისხმობდი ზუსტად, როცა ვთქვი, რომ შეცდომა დავიშვიდკო. ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა იყო ასევე სტრატეგიის ნაწილში, რომ სადაც უნდა მდგარიყავი, ნომერი მომცეს შეცდომით აშკარად. იმიტომ რომ უნდა მდგარიყავი 2.50-იან ზონაში და ნომერზე მეწერა 3.50, რაც ატომი მითხრა, ანუ არც კი გამიაზრებია ეგ და მე თვითონ წავედი და მე იქ ვიღაცა პოლონელი მეჩხუბა რომ სად მიდიხარ რომ არ გაქვე ეს ზონაო და მეთქი გარკვეული მაქვს ვკითხე ორგანიზატორებს ყველას და ანუ შეცდომით აქვთ მოცემული ნომერი და იქ უნდა დავდგე მომცეს უფლება თქვა და მე უფრო ვეჩხუბი ხა პოლონელის ტემპერამენტი ქართულის ტემპერამენტი ალბათ მიხვდებით რომ ბევრად განსხვავდება და მე ის კი გაჩერდა, მაგრამ მე მაინც რაღაცა ოდნავ ემოციურად დავიწყე, ისედაც არ გაკლია ემოციები, როცა სტარტის ხაზზე დგახარ, ადრენალინი გასხავს გიჟივით რა და მაგას კიდე ეგრო დაემატა, ძალიან სწრაფად დავიწყე, მოკლედ დავიწყე. მაინც არ გადაგიშვა ეს? არა, წინ კი გადავედი, მაგრამ იმდენად წინ ვერ გადავედი, სადაც ფეისერები იდგნენ და მომიწია რომ ფეისერებს დავწეოდი. და ფეისერებს რო დავეწიე, ეგენი მირბუნე სადღაც 4-ით და მე ვირბინე 3.45-ით პირველი კილომეტრი. თუ არა მეორე კილომეტრი. ხო და რო დავეწიე, მაშინ კი კარგად გზნობდი თავს, მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან სწრაფად გავიქეცი რეალურად რა. ხო და რეალური სტრატეგია არის ეგეთი. ყველაზე მომგებიანი სტრატეგია მარათონის სირბილის დროს არის ნეგატიური სპლიტი. ანუ ნელი დაწყება. რა თქმა უნდა, ანუ პირველი ნახევარი უნდა იყოს შედარებით ნელი, შეიძლება 1 წუთის ნელი, ვიდრე მეორე ნახევარი, 2 წუთის ნელი შეიძლება, ვიდრე მეორე ნახევარი. ანუ სწორად ისე უნდა გაანაწილო ენერგია, რომ პირველ ნახევარში არ დახარჯო ყველაფერი და მეორე ნახევარში მე არ კვდებოდე ფინიშის ხაზთან, როგორც მე კვდებოდი. ხო და მე ეგ ვერ ვქენი. ანუ მომზადებაში ეგეც ვიგულისხმება, რომ ანუ მომზადება არ არის, აი წეგან რო თქვი, რომ კი ვირბენ ხვალ მარათონს, არ არის პრობლემა. უბრალოდ როგორ ვირბენ, მაგას გააჩნია, ხო? იმიტომ რომ ეხლა კრაკოვში რო ვირბინე 2.58-ში აქ დინამოზე სადაც მთელი გარბენი ხალხი იყო და ვერ მირბოდი ვირბინე 2.54-ში ხო და ანუ აქაც კი გამოდის რომ ბევრად უფრო სწრაფად შემეძლო ხო სირბილი და თან ანუ იქ ბევრად კაი არის იმიტომ რომ ერთ და იგივე წრეზე არ დარბიხარ მენტალურად არ გიჭირს საერთოდ ხო და გამოდის რომ ანუ აი ეგ მომზადების ნაწილი რაც ანუ უშუალოდ მომზადება ქვია და რაც ვთქვი რომ ბევრად მეტი დრო ჭირდება ვიდრე თვენახევარი არ მქონდა კარგად გავლილი, ეგ ანუ სტრატეგია მარტო ის არ არის, რომ ადგე და წკაპ გააკეთო რა. მაგ სტრატეგიას სჭირდება სათანადო მომზადება, რომ შეგეძლოს მაგის გაკეთება რა. მარტო იმით კი არა, რომ პერფორმანსი თუ გიწყობს ხელს და ის თუ გიწყობს ორგანიზმი თუ გიწყობს ხელს, იმითაც რომ იცოდე როგორ აკონტროლო შენი თავი კარგად, იცოდე როდის უნდა ჭამო, როდის უნდა დალიო, ანუ რა უნდა ჭამო. ხო, ყველაფერი გათვლილი უნდა კონდეს, ანუ ეგ არის მომზადება. ჩაატარო სირბილის დროს. ანუ შეიძლება ის კონდეს ძრავი გედგეს რაღაცა 5-დან 0-იანი, მაგრამ ტარება არ იცოდე. ზუსტად ეგეთი არის, ანუ ტარება უნდა იცოდე და მაგას ჭირდება მომზადება ზუსტად, ანუ მანევრი რაღაცა ასე შემდეგ რა, რომ ყველაფერი გათვლილი კონდეს და ყველაფერი ზუსტად იცოდე და ეგ დამაკლა ყველაზე მეტად თორე. ვარჯიში კი ბაზარი არ არის, გამეშვი არ მეწარება. აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, რომ ეგ სტრატეგია რეალურად სხვანაირი მომზადება არა მარტო ფიზიკური, არამედ ლოჯისტიკურადაც შეიძლება რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და ეს ნეგატიური სპლიტით დაწყება რა თქვი, ეგ მაგალითად მე მიჭირს ძალიან, იმიტომ რომ მე იმდენად ემოციური ვარ და მგონია რომ ბევრს რა რო იწება ის სტარტზე ისეთი მუხტი არის ხოლმე რომ რაც მაქვს ხოლმე გონებაში რომ ეხა აბა ნელა დაიწყებ, შვიდად დაიწყებ, ყველა ენერგია სტარტში დებ და მე ხო იცი რა არის რაღაც პონჩი უფრო მოსაწყენი მგონია მე ეგ რა ანუ რომ პირდაპირ იმას სტრატეგიას ანუ რა თქმა უნდა შედეგის მხრივ ბევრად უფრო მაგარი არის საკუთარი თავის გამოცდის მხრივ ასე შემდეგ ყველაფერი მაგრამ ნუ ყველაფერს გამართლებას უძებნით შევი გამართლება არის ეგ რომ ანუ ფან არის იმენა ესა აი რა არის ცი უბრალოდ იმდენად რთული არის ამ ყველაფერს გათვალისწინება რომ ანუ ამას როგორც წესი, ანუ ერთი ადამიანი არ აკეთებს ხოლმე რა, ანუ თუ რაღაცა კარგი შედეგისთვის უნდა, ძალიან მაგარი შედეგი უნდა, ყავთ თიმი, რომელიც სხვადასხვა რაღაცებს აკონტროლებს. ძალიან მაგარ შედეგზე არის ახლა აქ საუბარი, თორე ეს მაინც სამოყვავილო შედეგად ითვლება, ახლა 3 საათის სირგვლივ არ არის ეს პროფესიონალური შედეგი რა. ხო, არა არის. ანუ საქართველოში სულ რამდენიმე არის და ხო, ნუ ეგ არ ნიშნავს, საერთაშორისო დონეზე მაინც ჩვენ იმაში როგორ ჩვენთან
ვინ ბაზა საქართველოსთვის კი ბატონო შეიძლება სადღაც 10-20 კაცი მაქსიმუმ არა საერთაშორისო დონეზე ბევრად რავი ანუ მთელი იაპონია და კენია გადაგივლის თავზე მინიმუმ მაგაზე არ საუბრობთ იცი რა მაინტერესებს ხო წინასწარ აი რეისამდე ხურდები ხოლმე იმიტომ რომ ეხლა მახსოვს რომ ვინქსურ ლაივზე რაღაცებს სპრინტებს აკეთებდი ისე დაიწყებდი ხო და იგეთ მაინტერესებს ისე თუ არ გინდა რაღაც გაზიარება ეგეთ შეგიძლია თქვა მაგრამ მაინტერესებს უბრალოდ რაღაც როგორ ემზადები ხოლმე რეისამდე რამდენი წუთით ადრე თუ რა კი ანუ ხურდები რა თქმა უნდა დამოკიდებული არის რეის ახმა ისო დამოკიდებული არის რამხელა შეჯიბრი არის, ანუ რა დისტანცია არის, დისტანციაზე გამოდიხარ, ეხა წეგან რო თქვით რომ ყველაფერს მარათონზე ძახიან 5 კილომეტრიან მარათონზე თუ გამოდიხარ ან 10 კილომეტრიან მარათონზე. ბევრად უფრო მაგრად უნდა გახურდე, ვიდრე ნამდვილ მარათონზე. რა ეგრევე სწრაფად დაიწყო და სწრაფად. ხო, მაგრამ გააჩნია რა სიჩქარით აპირებ ნამდვილ მარათონის სირბილსაც, ანუ თუ ძალიან მაღალი სიჩქარით უნდა რიბინო ისიც, მაშინ იქაც გჭირდება რომ ანუ ფეხები ამოძრაო, მიაჩვიო და ანუ სისტრაფე. აი კრაკოვზე ხო ყველა ვარიანტი ალბათ გახურდებოდი ხო, იმიტომ რომ 3:50-ით რო იწყებ, ეგრევე რომ დაიწყო, ეგრევე გაიტრამვებია. ხო, რა თქმა უნდა, ანუ გულისცემა რაღაცამდე უნდა აიყვანო, მაინც იმიტომ რომ თუ აპირებ რომ მაღალი გულისცემით ირბინო და ისედაც ანუ ფეხი უნდა მიაჩვიო სწრაფად სირბილს, თუ სწრაფად აპირებ სირბილს. მაგრამ თუ არ აპირებ იმდენად სწრაფად სირბილს, მაშინ შეიძლება ძალიან დიდი ხანი და ენერგია ბევრი არ დაკარგო გახურებაზე რა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გახურებას ხო ენერგია ჭირდება და ეგ ენერგია მე ჯობს რომ გამოიყენო იქ მაქსიმალურს დასადებად. ზოგადად რეისების დროს ეს მენტალური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ყველასთან. შენ რა გიჭირს აი ამ კუთხით ყველაზე მეტად? დინამოზე უკვე გასაგებია რომ წრეებს რო ურტყამდი ეგ იქნებოდა, მაგრამ აი კრაკოვში და სხვა რეისზე რა ვიცი. ეგ არის ჩემი ისეთი მხარე, რომელზეც ყველაზე ნაკლებად მიწევს ფიქრი და ენერგიის დახარჯვა, იმიტომ რომ ძალიან უცნაური არის, მაგრამ მე ამ ყველაფრისგან ყოველთვის ვცდილობ რომ მივიღო სიამოვნება. მაინც რაც არ უნდა მიჭირდეს, ყოველთვის ვცდილობ რომ მივიღო სიამოვნება და ზოგადად ანუ რაღაცნაირად სოციალური ქსელების გამო და ასე შემდეგ, აი ძალიან არ მომწონს ეს რა, იმიტომ რომ ყველა ამბობს რაღაც ამ ბოლო დროს, რომ აი დისციპლინა თუ გაქვს, ის უნდა აკეთო, რაც არ გიყვარს, რაც არ მოგწონს და ანუ უნდა იტანჯო, ეწვალო და ასე შემდეგ და მე არ ვფიქრობ ეგრე რა, ანუ პირიქით თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს, მე უფრო გექნება დისციპლინა რა. ხო და შეიძლება ეხა არ გიყვარდეს რაღაც კეთება, მაგრამ ცოტა ხანში მიაჩვიო შენი თავი და შენ თავს უთხრა, რომ იცი რა მომწონს და ანუ ხშირად რომ უმეურებ ამას შენ თავს და მე კიდე რომ პატარ-პატარა რაღაცა მიღწევები გაქვს გზაზე, ანუ შენ თვითონ უსახავ შენ თავს, ხო, მაგ მიღწევას არ ვეძახი მე იმას, რომ რაღაც ახვიდე და მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო რაღაცას, ხო? პატარა მიღწევა, ანუ შენ თვითონ საზღვრავ მაგას, შენი თავი საზღვრავს, რომ რა არის შენთვის მიღწევა და რა არის შენთვის წარმატება, ხო? აი ეგ პატარ-პატარები რო გროვდება, მე უკვე მოგწონს ის რაღაცა თანდათან რა. ხო და ამიტომ არ მგონი ეგ მიდგომა სწორი, რომ დისციპლინა მარტო იმ შემთხვევაში გაქვს, თუ ისეთ რაღაცას აკეთებ, რაც არ მოგწონს. დისციპლინა გაქვს იმ შემთხვევაში, როცა იმას აკეთებ, რაც გინდა. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის უკვე მეორე ხარისხოვანი და თანდათან უნდა მოიწონო და შეიყვარო რაღაცნაირად ის რასაც აკეთებ. თუ გინდა რომ დიდი ხანი აკეთოს, ხო, ნაირად ვერ გააკეთებ დიდი ხანი. შანსი არ არის, ტყუილი არის რა. ხო და შესაბამისად, ამიტომ მენტალურ მხარეზე რომ მკითხე, რა თქმა უნდა რთული არის, მაგრამ უშუალოდ მარათონებზე გასვლა ჩემთვის არის იმ სირთულის 1%-ც არა, რაც საბოლოო ჯამში ამისთვის მომზადებას, ვარჯიშებზე დროის გატარებას და ასე შემდეგ ჭირდება. ანუ ვარჯიშები თუ მორჩი, თუ გამოიარე ეგ პერიოდი და ასე თუ ისე კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით, მარათონზე არაფერი აღარ გაგიჭირდება რა. ანუ არც ერთ გარბენზე არაფერი აღარ გაგიჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ იმასთან შედარებით არაფერი იქნება აბსოლუტურად. ასე რომ ანუ ვამბობ კიდევაც ხშირად, რომ აი მარტო რო ვარჯიშობ რა და აი ჩემს ყველაზე რთული იყო რეალურად, მენტალურად ყველაზე რთული რაც იყო ამ მარათონების სირბილის დროს იყო ის, რომ საქართველოში შენ წერან თქვი რამდენჯერმე, რომ ძალიან ცოტა დარბის და ძალიან ცოტა იმზადება ზოგადად მარათონისთვის. ხო და ამიტომ მე ძირთადად მიწევდა 90% მარტო მომზადება და მარტო ვარჯიში ამ ყველაფრისთვის. ეგ ბევრად უფრო რთული არის
ვიდრე ის რომ იქ გახვიდე და 5000 კაცთან ერთად ირბინო. ეგ არის ანუ გიხარია რომ იმდენ ხალხს ხედავ. ანუ ვიღაცებს მიყვები, ვიღაცს რო უკან მიყვები, არის 10 ჯერ უფრო მარტივი, ვიდრე მარტო რომ მიდიხარ და სწრაფად უნდა ირბინო, ის უნდა შეინარჩუნო და არ უნდა დააგდო. ანუ ეგ 10 ჯერ უფრო რთული არის. ხო და თან მეორე დღესაც რო გაქვს რაც გასაკეთებელი, მესამე დღესაც იგივე და ხო და ჩემთვის ერთი მომენტი იყო, როცა მახსოვს გუგა რომ ემზადებოდა 100 კილომეტრისთვის რა, ბოლოს ამბობდა რომ აღარ შემძლდაო სირბილეო და რაღაცა. ხო და მე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი ეგრე რა, იმიტომ რომ ანუ არასდროს არ ყოფილა ეგრე სულ მეუბნებოდი ჩემ თავს, რომ კაი ანუ როგორ შეიძლება სირბილე რაღაც მომენტი იყო, მახსოვს რომ მივხვდი რომ მეთქი თურმე როგორ შეიძლება არ მოგწონდეს და როგორ შეიძლება არ გინდოდეს, იმიტომ რომ ანუ არაფრით არ მინდოდა გარეთ გასვლა თან დაღლილი რო ხარ მე HR-ვის და რაღაცებს არ ვაკონტროლებ მართალი რო თქვა მაგრამ შეგრძნების დონეზე ვიცი რომ მინუსებში მქონდა HR-ვი რა ანუ მზად ყოფნა ვარჯიშისთვის მქონდა მინუსებში ძალიან ხშირად და მაგ დროს გიწევს რომ ძალიან recovery გარბენი გააკეთო რაც მაინც აკუმულირდება საბოლოო ჯამში და ოდნავ ანუ დაღლილობას მაინც გიმატებს საბოლოო ჯამში ხო და ანუ ტრავის რისკი როგორ ზე გადავდოთ უბრალოდ მენტალურად არის ძალიან დიდი სტრესი და მაგას თუ რაღაცნაირად გაუძელი და აღდგენა გააკეთე და შენი თავი დაარწმუნე რომ კიდე გახვიდე და ივარჯიშო იქ ნამდვილად არაფერი არ არის. ნამდვილად. იმაზე უნდა მეთქვა რომ დისციპლინაზე რა თქვი რომ ანუ თუ არ გიყვარს და მე და ანიუ საუბრობდი წინა პოდკასტში ზუსტად რომ დისციპლინა ჩემი აზრით რომ იქიდან კომფორტ ზონიდან გამოსვლა არის და თავიდან შეიძლება დისციპლინაში გები არ მოგწონდეს, მაგრამ მე რიანი ვთქვა, რომ ჩვენ მე და ჩემს შეყვარებულსო ახალი კომფორტის ზონა შევიქმნითო რა. ანუ ზუსტად ეგ არის, რომ შეიძლება თავიდან არა, მაგრამ ანუ მე ყველა ვარიანტში შეგიყვარდება ის. თუ არ შეგიყვარდა, მაშინ არ არის ეგ რა, შენი საქმე და ვერ იმას იზამ. ეს ხოთა შორის მაგაზე ვაკვირდები ძალიან უცნაურ რაღაცებს. ანუ მარტო ის არ არის, რომ ეგეთი დიდი ინტენსივობის შენარჩუნება და რაღაც მარტო ეგ არ არის. იქამდე მაგალითად სანამ სირბილს დავიწყებდი, თუ გინდა საერთოდ ინტენსივობა და პერფორმანსი როგორ ზე გადავდოთ რა. ჩემი კომფორტის ზონა იყო, როცა მე ვიყავი ჩემთვის მარტო რაღაცა ისე და გარეთ რო გავდიოდი, რაღაცნაირად დაძაბული ვიყავი, რომ მეთქი ვინმე სულად არ შემომხედოს რაღაცა იყო, რაღაცა ისე ვიყავი და ეხლა რომ მიჩვეული ვარ შორტებით და ტრუსიკით გარეთ სირბილს რა. და ზოგჯერ იქ დინამოზე მაისტურის გარეშე ვირბინე საერთოდ, იმიტომ ძალიან დავწყო და ესენი ამეწვანო. ეს არის ყველაზე ცუდი ტრავმა. მორბელისთვის ყველაზე ცუდი ტრავმა არის. მაგისთვის არსებობს. კი, თეიფები, მაგრამ სულ მოვიწყდება სტანდარტულად და თან იქ წყალს რო ვისხავდი, ანუ ეს რომ მისვლდება, всё, ანუ ხო და ეგეთ რაღაცებს რო აკეთებ, მე გარეთ ისე გადიხარ და ხალხში ისე ვაფშე არ გაინტერესებს. მაგრამ საქართველოში მაინც ყველა გიყურებს, რომ არ ვიხარ არსებობს, რომ არ გამოგაყოს თვალი და უცხოეთში რო ირბენ რა უშეფესეთ არ შემიძლია. კი, ეგეც მაგალითად როცა მივდივარ ხოლმე, სულ ჩემი საყვარელი აქტივობა არის საზღვარგარეთ სირბილი რა. და ისე დათვალიერება ქალაქის, მე და გუგას ეგრევე თვალიერებდი. ეგეც და თან იმიტომ რომ ხალხი სულ სხვა დამოკიდებულებას გამოხატავს შენ მიმართ. ეხლა მაგალითად იქ რო მარათონის კრაკოვში მარათონის წინა დღეებში რაღაცა შეიქავთ რაინდა ასე შემდეგ რომ მქონდა რო გავედი და ხალხი რო ყველა ესე მიღიმო და თავს მიკრავდა მესალმებოდა თან ალბათ ოდნავ იმეებს ვაკეთებ შეიქავთზე ოდნავ სტრაფ გარბენებს ვაკეთებ და მაგიტომაც ძალიან მაკვირდებოდნენ რაღაცა მე რომ მაკვირდებოდნენ უფრო მიღიმოდნენ და შენს мотиваცია გაგუყურეთ გინდა რომ გაფრინდე ანუ შეულებრივ გონია რომ რაღაცა ისეთ შვები რომ ანუ ის ახარ რა არ ვიცი არ ხარ რა და აქ საქართველოში რავი და ანუ ანუ გიხდიან ანუ რამდენს რატო დამიხარ გიხდიან ეგ გვაქვს გამოსასწორებელი უეჭველად რა იმიტომ რომ ეხა ადამიანი რო თავის თავზე ზრუნავს და მით უმეტეს მე ბევრჯერ შემიმჩნევია რომ რითიც იჭერ შენ თავში мотиваციას რომ მაგ ფუფ მივხედავთ რატო უნდა გააგრძელო ხო სიტყვაზე ქალაქში ანას შემექსირებული რომ ბავშვები პატარა ბავშვები რომ ხედავენ ხოლმე რომ მირვე უხარიათ და მორბიან და მოყვებიან ხო და ხალხს რო არ ტყავენ ხო და ანუ შენ რო ვიღაცა რომ ფუფს იძახი ანუ ბავშვი მორბის ანუ უხარია და იმასაც უნდა რომ ირბინოს და მე რო გაიждდება შეიძლება ირბინოს იმედია ირბინეთ ხალხო პატარები ვინც ხართ ხო და ეხლა დაიწყეთ ხო და ეგეთ დამოკიდებული რომ გაქვს არ არის ჩემი აზრით უბრალოდ
story, ესე რა ვთქვა. ჩემი აზრით. კიდე ერთი რაღაცა გამახსენდა, ეს უეჭველად უნდა ვთქვა რა, ეხლა რომ მარტო იმ ხალხს კი არა, ვინც სიტყვაზე შორიდან იყურება, ან რესტორნიდან გამოსული იყურება და რაღაცა ეგეთი იყურება და ეგ ამბობს ფულს. აი, მე უცნაური, ყველაზე მეტად უცნაური რაც შემომჩნია არის ის, რომ ვიღაცები არიან, ვინც თვითონაც დარბიან, თან უკვე დიდი ხანი დარბიან რა. და შენ რო რაღაცას აკეთებ, ანუ შენ რო მარტო ის კი არა რომ შენ რო წარმატებას აღწევ სიტყვაზე რა წარმატება მე მაქვს მიღწეული, მაგრამ აი რაღაცას ისეც რო აკეთებ რა, ანუ სადმე მიდიხარ სარბენა და საქართველოში ვიღაცებს ვცდილობ რომ სხვები არ ვენო. პირიქით, ანუ ნეგატიური და ანუ ხვდები რომ რაღაცნაირად, ანუ ტიპი შენს მიმართ განეწყობა ცუდად. ანუ განა ის რომ რაღაცა ფაქტი არ მოწონს, იმენა შენ აღარ მოწონ ხარ რა. ხო და აი ეგ ვერ ხვდები. პირიქით უნდა გვიხარდეს რაც. ხო, ანუ შენ თვითონ აკეთებ მაგას. და ანუ ეხა შენ რო ერთი ხარ და ერთი აკეთებ და სხვები რო ესე გიყურებენ. ეხა უცებ 10 იჩითება, მე 100 იჩითება, ვინც მაგას აკეთებს და ანუ კაი ტიპი ხდები უფრო. და რატო გაქვს ეგეთ დამოკიდებულება? ანუ მაგას ვერ ხვდები. აი ეგეთ რაღაცები რავი. მეც ვერ ხვდები ეგ რატო არის და ხშირად არის ჩვენთან სხვათა შორის ეგ. პირიქით უნდა გვიხაროდეს რაც მეტი ქართველი ირბენს და ანუ არბენინებს სხვას და мотиваციას მისცემს რომ სხვა მირბინოს, რავი, მაგაზე კარგი რა, რავი. ხო, ანუ ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ რაც შეიძლება მეტი ქართველმა ირბინოს რა. ხო, იმიტომ რომ ხო, ანუ ეგ არის ერთ-ერთი რა ჩემი აზრით ჯერ ერთი სირბილი ყველა სპორტის რაღაცა საფუძველი არის და მაქედან უმრავლესობა სპორტები მაქედან მოდის და ასევე ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფუნდამენტი არის, ხო? იმიტომ რომ ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი ისეთი აქტივობა არის, რომელიც ყველას აბსოლუტურად შეუძლია აკეთოს, გულს ავარჯიშებს თითქმის ყველა ფაზაში, რასაც სიარული სიტყვაზე და სხვა კარდიოსფორები ვერ აკეთებენ და არცად მისვლა გიწევს დარბაში ასე შემდეგ და სუფთაერზე ნებისმიერ ადგილას შეგიძლია ნებისმიერ ადგილას არ გვაქვს სუფთაერი მართალია, მაგრამ თუ მოინდომებ, ანუ ბევრი ისეთი ბუნება გვაქვს, არ ვიცი. ნამდვილად. აუ ეხლა რა მაინტერესებს? ანუ შენ ეხლა ისე იმზადები, რომ თითქმის ყოველდღე გარბი ხარ, ხო? ხო. მაინტერესებს სამსახურს, ანუ როგორ აკეთებ ბალანსს ცხოვრებაში ამაზე? ანუ ძალიან მაინტერესებს ეს და ალბათ ყველას აინტერესებს ძალიან დიდ დროს უთმობ სიბილს, იმიტომ რომ სხვანაირად ეს შედეგი ვერ გექნება, ხო? როგორ აბალანსებ ცხოვრებას? ძალიან რთულად. სხვათა შორის რო დავაკვირდი ჩემ თავს და ჩემ ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებს დიდწილად ბევრ რაღაც ცხოვრებისეულს ვიღებ იმის მიხედვით, რამდენად ხელს შემიწყობს იმაში, რომ რაც მიყვარს და რის კეთებაც მინდა, რასაც ვაკეთებ, მაგალითად დარბი ვარ, ხო? ვარჯიშობ ბევრს, ხო? ეგ უფრო მეტად ვაკეთებ და ანუ რო დავფიქრდი მე, ამაში ცუდი არაფერი არ არის რა. იმიტომ რომ თუ ადამიანს რაღაცა გიხარია და იმის კეთება გინდა დიდი ხანი და გინდა რომ აკეთო და მით უმეტეს შენთვის კარგი არის ეგ, რასაც აკეთებ, ცუდი არ არის. ხო, ანუ მაგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიარული არ არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. და იმის მიხედვით ცხოვრებაში რაღაცა გადაწყვეტილებს ისე იღებ, ანუ გამოდის რომ ცხოვრებაში რაღაცებს ცვლი, რომ ეგ უფრო დიდი ხანი აკეთო, ეგ არანაირად არ არის რამე ცუდის მანიშნებელი. პირიქით, ანუ ეგ ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნები და იგრძნობ თავს უკეთესად. უფრო ერთით მეტი, მინიმუმ ერთით მეტი მიზეზი გექნება, რომ ვიცით ახლა ყველამ, რომ ძალიან რაღაცა ისე გვიწევს საქართველოს ზოგადად ცხოვრება, რომ ბევრი მიზეზი არ გვაქვს, რის გამოც შეიძლება ბედნიერები ვიყოთ. და ხო, ანუ რაღაცა გექნება, რასაც მოეჭიდები, რაც გაგაძლებინებს. ზუსტად აი რაღაც გვჭირდება, რომ ეგეთი რაღაც ყველას გვჭირდება ისეთი მდგომარეობა საქართველოში დღეს მით უმეტეს. ხო, ანუ რაღაცა უეჭვალად უნდა კონდეს ადამიანს, ანუ სულ რომ ესეთი მდგომარეობა არ იყოს და უკეთესი მდგომარეობა იყოს. უეჭვალად უნდა კონდეს რაღაც ადამიანს, რასაც გააკეთებ და რაც დაგეხმარება, როცა გინდა ეგ დახმარება რა. ანუ ჩვენთვის ეს არის განტვირთვა. რა, ანუ
ხო, განტურთვა. ანუ მთლიანად ანუ ეხა მე რომ ამდენ დროს ვუთმებ ამას, ხო, გამოდის რომ მენტალურად მთლიანად ამაზე გადამოხდა ჩემი ყურადღება და ეხა მე რომ მენტალურად სხვა რაღაცებზე მქონდეს ჩემი ყურადღება შეიძლება გავჭედო, იმიტომ რომ იმდენად ზოგადად რაღაცას რო ავიღებ მიზნად, იმდენად დამოკიდებული ხდები რომ ეგ გავაკეთო, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ხო და სხვა რაღაცა რო მიზნად დავიღო და ის ეგრე არ გამოვა, ვიცი. მირჩენია რომ ეს იყოს რა. კი. ეხლა მინდა ერთი ესეთი მთავარი კითხვა დაგისვა. მთავარი კითხვა კი არა და მთავარ თემაზე გადავიდეთ. პირველად რომ მოგიწვიე, იყავი ჯანკირანერების თანა დამფუძნებელი, მაგრამ ეხლა ჯანკირანერები აღარ ქვიათ და ქვიათ ჯეორანერები. ვინც ვიყურებს ეხლა ალბათ ყველა მიცის ვინ ვართ ჯეორანერები, მაგრამ მაინც მინდა ზოგადად ცირბილის კულტურაზე ისაუბრო საქართველოში და ვინ არიან ჯეორანერები, რას აკეთებთ და ზოგადად რა გაქვთ მომავალში, რა მიზნები გაქვთ მომავალში, ამაზე რომ მოგვიყვე. კი ბატონო, ჯეორანერები ვალთ ხალხი, რომლებსაც პირველ რიგში გვიყვარს სირბილი და სირბილი გვანიჭებს შეიძლება ზოგჯერ სიამოვნებას, ზოგჯერ არასიამოვნებას, ზოგჯერ გვიჭირს, ზოგჯერ გვიხარია, მაგრამ თავარი არის რომ ერთ-ერთ სირბილი მოგწონს და ერთად უფრო მარტივად, უფრო სასიამოვნოდ ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით რომ ჩვენთვის კარგი არის. ასევე მარტო სირბილით არ გვინდა რომ შემოვიფარგლოთ და სხვა რაღაცებსაც გაგვიკეთებია და ვაპირებთ რომ კიდე გავაკეთოთ და რაც მთავარი არის, ანუ მარტო იმისთვის არ დავრბივართ რომ ვირბინოთ ერთად, რავი, კომუნიკაცია გვაქვს, ვცდილობთ რომ რაღაცა საინტერესო ხალხი გავიცნოთ, კი ბატონო. და ხო, მოკლედ ხვებსაც მივცეთ შესაძლებლობა და მაგალითი იმისა, რომ აყვნენ ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ და იმის მაგივრად რომ რაღაცა ცუდი ჩვევები ქონდეთ, ოდნავ არ ცუდს ვეძახი არა ჯანსაღს. შეუძლიათ რომ ადამიანებთან ერთად, საზოგადოებასთან, კომიუნიტისთან ერთად რაღაცა ჯანსაღი ჩვევა აკეთონ და ესე განვითარდნენ, მოკლედ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ის არის განვითარების ესე რომ ჯანსაღად. რა თქმა უნდა და ბევრს აქვს ხოლმე კითხვა, როგორ უნდა შემოგიერთდეთ და რაღაც და ყველა შეუულია ჩვეულებრივად შემოგვიერთდეს და აი ვინც ეხლა იწყებთ სირბილს და მარტო არ გინდათ და ასე შემდეგ, ერთხელ წამოდით ჯეორანერების რომელიმე გასვლაზე და იმდენად სახალისო იქნება და საინტერესო და ისეთ კარგ ხალხს გაიცნობთ, რომ დამეჯერეთ კიდევ მოგინდებათ და თან ბევრნაირი დისტანცია არის და ამიტომ არ მოგერიდოთ, მოკლედ ნებისმიერ თქვენთვის განკუთვნილ მორგებულ დისტანციას და რელიეფს მოკლედ იპოვით ჯეორანერებთან. აი თავიდან დავიწყეთ მართალი რომ თქვა რაღაცნაირად ისე ვიყავით რომ მირბოდით რა შეიძლება რა ჩვენ როგორც გვინდოდა და მე თან მივხვდით იმას რომ რაღაცა ზოგი ვერ მორბის ეგრე ხო და ეხა მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ იმაზე რომ ყველას განსაკუთრებით იმ ადამიანებს რომლებსაც დაწყება უნდა სირბილის, იმიტომ რომ საქართველოში მაინც ეგრე არის 99%, 1% დარბის, 99% არ დარბის და ასე რომ 99% მაინც ეგრე არის რომ დაწყება ვიღაცებს ყველას არ უნდა დაწყება რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცებს დაწყება უნდათ და ვერ წყებენ და ამიტომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ ვაგაზე რომ რაღაცნაირად ახალი ადამიანები დავაინტერესოთ და ჩავრთოთ და დავაწყებინოთ მოკლედ ეს კარგი ჩვევა ავათვისებინოთ მოკლედ იმ ხალხსაც. და უკვე ძალიან ბევრი არის ეგეთი შემომატებული ამ ერთი წლის განმავლობაში. უკვე ნამდვილად ამ ერთი წლის განმავლობაში აი უამრავი ადამიანი ყოფილა, რომელიც ერთხელ მაინც მოვიდა და მე ვიცით რომ დარბიან, ანუ პრინციპში მე ვისთანაც მაქვს კონტაქტი და ვიცი, აშკარა მაგალითები ვიცი მაგის, რომ ერთხელ იყვნენ ჩვენთან და ის ადამიანები კიდე ძალიან აქტიურად დარბიან და რავი, მაგარ რაღაცებს აკეთებენ მოკლედ ძალიან. ხო და ასე რომ ერთხელ მოსვლაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მთავარი არის რომ პატარა ბიძგი მიიღოთ და რაღაცა საფუძველი შეიძინოთ, ცოდნა შეიძინოთ, რაც მე დაგეხმარებათ იმის რომ მე თუ გინდა თქვენთი სირბენ, თუ გინდა სხვებთან ერთად ირბენთ, მთავარი არის რომ მოკლედ შემოგვიერთდეთ ამ საკუთარი თავისთვის კარგი რაღაც კეთებაში. და ას კიდე мотиваციისთვის შეიძლება გითხრათ, რომ დღეს მაგალითად არის უკვე ჩათი, სადაც აი მუდმივი ჩვენი მორბენლები მუდმივად ვინც დარბიან ჩვენთან ერთად. მუდმივად ვამბობ, რომ შეიძლება ვიღაც კვირაში ერთხელ შეიძლება ვიღაც ორ კვირაში ერთხელ, შეიძლება ვიღაც ყოველ დღე და ყოველ გარბენზე, მაგრამ
ეს საერთოდ ჩათი გვაქვს და აი როგორც რა ვიცი ოჯახის ჩათი ხო გაქვთ ალბათ ყველას და აი ეგრე ვიწერებით რაღაც მართლა რა ანუ ყოველთვის რაღაც ვუზიარებთ ერთმანეთს რაღაცებს და ოღონდ თემა უბრალოდ შემოიფარგლება ხოლმე სულ სირბილთან და სპორტულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ისეთი არა მარტო მაგრამ ისეთი მაგარი არის ეგ რომ იცი რომ იმ ჩათში ესმის შენი და ის უყვარს ამ ხალხს რაც შენ გიყვარს და შეგიძლია ყველაფერი გაუზიარო ბოტას რო იყიდე შეგიძლია ჩააგდო იქ და ყველა ვა რა მაგარია მინიმუმ ერთი საერთო ინტერესი გაქვს მინიმუმ და მე რაღაცნაირად ისე ხდება რომ ვისაც ეს გვაინტერესებს ზოგადად ვისაც შენ არის ინტერესები აქვს აღმოაჩენ რომ ბევრ რამეში კიდე სხვა რაღაცაში აქვს შენაირი ინტერესები იმ ადამიანებს რა იმიტომ რომ აი კონკრეტულად სირბილი ისეთ რაღაცა არის, რომ როგორც წეგავთ თქვი 99% კი არა, უფრო მეტი არ დარბის საქართველოში და 1% დარბის და რაღაცნაირად ეგრე გამოდის რომ რადგან ისეთ ცოტა ვართ ეს ხალხი, რომ აი აზროვნებით რაღაცაზე ერთ რაღაცაზე ვაზროვნებთ რა და ბევრ რამეში ერთხას მივყვებით. იმიტომ რომ ვერ იქნება ეგრე ძალიან განსხვავებული და აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც სხვა არავინ აკეთებს. ზუსტად. და აი წეგან რო თქვი ერთად დგომაზე და რაღაცა ხარ და აი ჩემთვის მაგალითად ის Wings for Life-ი რო ვირბინე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო მართლა ეგ, თორე აი რაღაც არ ვიცი რომ კილომეტრზე 36-37 კილომეტრზე უკვე რომ ძალიან ცხელა ერთ და იგივე წრეზე დარბი ხარ, მაისური აღარ გაწვია, წყალი აღარ ყოფნის, ვეღარ ცვავ. ეს გამხნევება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხი იდგა, ანუ ხალხი, ნუ სხვაებიც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ყველას, ანუ ზოგი საერთოდ პირველად ვხედავდა, ძალიან გამიხარდა, განსაკუთრებით ბავშვები და შედარებით პატარა ასაკის ბავშვები არა ეხა მოზარდები რა, ვინც იყო? ხო, ჩემთვის ეხა მე უკვე ძია ვარ და ორგზის ძიას ფოტოში. ხო და იმათგანაც ძალიან გამიხარდა მხარდაჭერა, მაგრამ როცა იცი რომ ადამიანები რომელსაც იცნობ რომელთა ერთადაც უკვე ბევრი რაღაცა გაკეთებული ბევრჯერ გირბენი რაღაცა შემდეგ და ეს ხალხი იდგა და ტალღებს მიკეთებდნენ აი ჩემთვის იყო აი ძალიან დიდი мотиваცია და რომ მეძახდნენ რომ მიდი აპირველზე ხარ რაღაცა მეთქი ანუ ეხა რა გამაჩერეს შანსი არ არის მეთქი და 45 კილომეტრს ისე შანსია უეჭველად არ ვერბენდი შეიძლება სადღაც რომ ვიცოდი რომ სხვები გაჩერდნენ 36-ზე 37-ზე მეც 40-ზე გავჩერდებოდი რაღაცა ეგრე ან შეიძლება მარათონამდე მისულიყავ შანსი არის რომ ბოლომდე მერბინა იმ ხალხის გარეშე უკვე იმდენად მიჭირდა რა მაგრამ აი ნელ-ნელა რაღაცა ჩემთვის უკვე ძალიან შენელებული იყო ის სირბილი მაგრამ მაგათი ხათრით მაინც ვირბინე ის რამდენი წრე გამოვიდა ძალიან მაგარია ეგეთ ხალხს რომ რეალურად შენ შეაგროვე ეგ ხალხი რა ხო ანუ შევგროვდით ხო ეხლა მაინტერესებს რა მიზნები გაქვთ ზოგადად ახლო მომავალში გარდა იმისა, რომ წეგან როგორც თქვით, რომ საქართველოს სირბილის კულტურის განვითარება გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ შემოვიკრიბოთ და მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამის კეთებით, გარდა მაგისა გვინდა რომ, ნუ, პრინციპში ეგ არის მთავარი მიზანი, რა გარდა მაგისა, მაგრამ როგორ ვაპირებთ მაგის მიღწევას, ეგ არის მთავარი კითხვა. აქამდე რასაც ვაკეთებდით ამ 1 წლის განმავლობაში, 1 წელი გავიდა უკვე. ამ 1 წლის განმავლობაში რასაც ვაკეთებდით არის ის, რომ ყოველ კვირას მინიმუმ 3 თუ 4 გარბენს ვატარებდით ხოლმე. ეხა ხედავთ რომ აშკარად ხალხს ინტერესი აქვს რომ რაღაცა განსხვავებული, უფრო აზარტული და რაღაცები აკეთო. შესაბამისად მაქსიმალურად სადაც ხალხს უფრო მეტი ინტერესი აქვს და უფრო მეტი ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა გვექნება და უფრო მეტ ადამიანთან კონტაქტის შესაძლებლობა გვექნება, იქ მივალთ ჩვენც მაქსიმალურად და კიდე უფრო მეტ ადამიანს შემოვიკრებთ ესე რომ თქვათ ამ კარგი მიზნის გარშემო, იმიტომ რომ შეიძლება რომ ვიღაცები რაღაცა ეგრე წელიწადში ერთხელ რაღაცით ინტერესდებიან, მე ისევ ვქრებიან, მე ისევ ინტერესდებიან და ეს ხალხი რომ სადმე არ დაიკარგოს, ეს კარგი ხალხი თქვენ კარგო ხალხო ვინც ამას აკეთებთ ხოლმე თქვენზე არის საუბარი სადმე რო არ დაიკარგოთ სულ ახლოს გვეყოლებით რა და ანუ ჩვენთან დარწმუნებული ვარ რომ ჩვენთან ერთად ბევრი აქტივობები გაკეთება მოგეწონებათ მაგრამ რაღაც აქამდე ალბათ ვერ მოვიდნენ ჩვენამდე რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო ასე რომ ჩვენ მოვალთ თქვენთან რამეს ხო არ დაანონსებთ მალე ჯეორანერები. აი ეგ არის. ეგ ვიგულისხმე ზუსტად დაანონსებაში რომ რაც ინტერესი არის ხალხში, რომ გაკეთდეს, ის გაკეთდება.
კი ბატონო, ანუ ეს ახლა რა უნდა ქნათ ახლა თქვენ? უნდა შემოგვიერთდეთ Facebook-ზე Georunners გვაწერია და მარტივად იპოვით Instagram-ზე და Strava-ზეც და ის დაგჭედიათ რომ უბრალოდ დაელოდოთ ანონს ეს ჩვენი ინტრიგა არის პატარა ძალიან მაგარ ამბებს უნდა ელოდოთ და ხო მოკლედ კიდევ ერთხელ გეტყვით ვინც იწყებთ სირბილს და ვინც უბრალოდ დარბი ხართ უკვე და მარტო დარბი ხართ არის იდეალური შესაძლებლობა რომ შემოგვიერთდეთ ჩვენ Georunner-ებს და ჩვენ ერთად გაატაროთ უბრალოდ კარგი დღეები. აუცილებლად. ანუ მაგაზე კარგი რა უნდა ქნა, არ ვიცი მე. ზუსტად. მოკლედ რა ძალიან კარგია შენთან საუბარი და ეხლა რომ მორჩევა ჩვენი პოდკასტი ჩვენ ისევ გავაგრძელებთ გუგაც შემოგვიერთდება აქ. ეხლა ნიკოლა. ოპა. ჯანდაბა. ეს დაჯდა. მოკლედ დღეს პოდკასტის ჩაწერის დროს ყველაფერი მოხდა ტელეფონში ადგილი აღარ მქონდა და შუა იმაში გამოირთო და ახლიან გადავიღეთ ბოლო ეპიზოდი ეხლა ვიღებთ და შტატივი დაჯდა და ჩამოვარდა კამერა და მოკლედ ესე გავაგრძელოთ რა მაგრამ ჩვენ ხომ მორბენლები ვართ და არ ვჩერდებით ზუსტად ვაგრძელებთ ეხლა საქართველოს ბანკი ხო არ იყო ჩვენი სპონსორი არ გაჩერდა არ გაჩერდა მე მგონი ძალიან მოგვიხდება აბა დაფიქრდით საქართველოს ბანკი დამითაგეთ კომენტარებში თუ შეიძლება რომ იქნებ დაგვასწრება აქ წარმოიდგინეთ უკან რომ სტაფილოსფერი არ გაჩერდე არის. ისე ძალიან უცნაური არის ხოთა შორის, აი ეხა სპონსორებზე რო ახსენა, წლიდან წლამდე განსაკუთრებით წინა წელს რა. რო დააკვირდეთ ბიზნეს მიმართულებით ეხა წინა წელს თუ 50 ლარი ღირდა რაღაცა ბილეთები გარბენების წელს ხო 80 90 ლარი ხო რომ 100 რაც ღირდა 200 ღირს და ასე შემან თქვენთანაც ვინც დიდი ხანი დარბი ხართ გესვენებათ ეგ ამბები ხო და ვინც არ დარბი ხართ ეგრე იყო ხალხო ხო და ბიზნესები რაღაცა არ აქტიურობენ იმითი რომ ანუ იმ ხალხთან მივიდნენ რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ ამისთვის ხო იმიტომ რომ ეხა ერთი წელია ჩვენ რაც ვარსებობთ და უამრავი ადამიანი ყოფილა ვინც ერთხელ მაინც მოსულა ჩვენთან და ურბენია და რავი დაუწყია ამით სირბილი და აქედან იწყება ყველაფერი რეალურად. კი, ზუსტად და ამიტომ არ დაკარგოთ ეს შანსი. აგეტრონებიც შანსი არ. ხო, ბიზნესის გესმით მიხვდებით. ეხლა ძალიან დაეღლება ხელი ნიკოლოს, იმიტომ რომ ესე გვიჭიროს. მე არ ვიღლებ. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ იყავი კიდევ ერთხელ ჩემი სტუმარი ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ეხლა გუგააძინებს ნიკოლას იმედია ნიკოლასის წირილი არის მოდა ჩვენს პოდკასტში შემოგვიერთება ჩვენ გავაგრძელებთ ლაპარაკს და თქვენ ჩაუჭექით ჩვენ ვიდეოს და უყურეთ ძალიან დიდი მადლობა მოკლედ და წარმატებებს გისურვებთ და განვითარებას კიდევ უფრო ამ სფეროში. ასევე ძალიან დიდი მადლობა, კეთი, ასევე შენ წარმატებებს და ყველა ჩვენ მაყურებელს ეხა უსურვებ წარმატებებს. ალბათ. და მინდა რომ კომენტარებში დამიწეროთ, ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად. მოდი, ეხლა ესეთი იმით ელიოტ კიპჩები. მოდი ასე დავიწყოთ და დამიწერეთ ძალიან დამეხმარებით ზოგადად კომენტარებით engagement-ში. რომ ჩემი ესეთ ვიდეო უფრო წავიდეს, იმიტომ რომ რაც 600 ნახვა აქვს ხოლმე საშუალოდ ან 500. ой, არა. აბა ვის გინდათ ხარაზეშვილი? დავით ხარაზეშვილი რომ მოვიწიო. კარგია და კიდე ერთი იდეა მაქვს და იმას უნდა ვკითხო უბრალოდ თუ ენდომება კარდიოლოგია და დარბის ასევე და გიორგი. კაი, ეხტები ბარემ. ამოვჭრი ამას. მოკლედ, დიდი მადლობა. არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩემი ვიდეოს და კომენტარებში დამიწერეთ ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად. აბა ჩარტი. კარგად.